ვლადიმერ ხუდუშაურის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ბუნებრივია რომ ჩნდება კითხვა ასეთი მძიმე მუხლით დაკავებულ პირს, როდესაც პროკურატურა შუამდგომლობს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალოს, რა ტიპის გარიგება შედგა მხარეებს შორის, მისცა თუ არა ჩვენება ვლადიმერ ხუდუშაურმა, მათ შორის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იყო თუ არა მამხილებელი ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძეზე, ან ზოგადად რა გარემოება შეიქმნა საიმისოდ, რომ პროკურატურამ თავად გადაწყვიტა შუამდგომლობით შესულიყო სასამართლოში, თუმცა ამ კითხვებს ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ პასუხობს. ჩვენ ვლადიმერ ხუდუშაურთან კავშირზე გასვლას 2 დღეა ვცდილობ. ჩაბათის ეთერის ინფორმაცია იყო ექსკლუზიურად მოპოვებული მასთან დაკავშირებით, რომ 2 დღის წინ გაათავისუფლეს 10,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე ხუდუშაურის სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან და ამის შემდეგ ჩვენ ბუნებრივია ვცდილობთ პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმებას იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის თანამშრომლობას აპირებს შემდგომში გამოძიებასთან და რა ჩვენება ჰქონდა მას უკვე მისცემული პროკურატურისთვის, მაშინ როდესაც აღნიშნული შუამდგომლობით შევიდა საგამოძიებო უწყება საქალაქო სასამართლოში. მივედით დღეს ვლადიმერ ხუდუშაურის რეგისტრაციის მისამართზეც, რომ მისთვის კითხვები დაგვესვა, თუმცა მისი ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ ის სახლში არ იმყოფება და მასთან არ დაგვაკავშირეს. არც სატელეფონო ზარებს პასუხობს ვლადიმერ ხუდუშაური, თუმცა ის რომ ნამდვილად თავისუფლებაზეა, ამას როგორც ადვოკატები, ასევე ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. შვილის გარემოცვის ბატონი ვლადიმერ ხუდუშაური თუ არის სახლში გვეინტერესებს. სად არის ხო არიცით ბატონო? მის საჩვენება ბურჭულაძის წინააღმდეგ თუ როგორ გამოუშვეს? ბატონი ვლადიმერი, თქვენი მეზობელი ხუდუშაური როდის ნახეთ ბოლოს? მე აქ არ ვიყავი, ბათუმში ვიყავი და არ მინახია. ისე გაიგეთ რომ გამოუშვეს ციხიდან? კი, გავიგე. მაშინ როდესაც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსნების ხელბორკილები კიდევ 3 პირთან ერთად დაადეს და უკვე მომდევნო თვეებში ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს თავად თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, პროკურატურა შუამდგომლობდა, რომ მძიმე სასჯელის გამო, რადგან აღნიშნული მუხლი 11 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, არსებობდა მიმალვის საფრთხე, თუ კი ვლადიმერ ხუდუშაური და სხვებიც ამავე საქმეზე დაკავებულები იქნებოდნენ თავისუფლებაზე, ან შესაძლოა რომ მათ მოწმეებზე მოეხდინათ გავლენა, რომ საქმეზე გამოკითხული არიან მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები, რომთანაც ბუნებრივია რომ პირდაპირ კავშირი ურთიერთობა და წლების ნაცნობობა აქვთ დაკავებულ პირებს, თუმცა აღნიშნული გარემოება რაღაცის საფუძველზე ფაქტია რომ შეიცვალა, რის შემდეგაც უკვე პროკურატურა მიშუამდგომლა, რომ ვლადიმერ ხუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. ჩვენ კითხვები დავუსვით დღეს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატსაც, ფლობს თუ არა ის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, გააჩნდა თუ არა საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ახალი ჩვენება, თუმცა მისი ადვოკატი ჩვენ გვეუბნება, რომ ახალი საქმის მასალები მას ჯერ არ გადასცემია და ხვალ, როდესაც სუსიდან უკვე წამოიღებს ახალ დოკუმენტაციას, გაიგებს, ვინ რას ამბობს მისი დაცვის ქვეშ მყოფზე. აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს და პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, თუმცა ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ვინაიდან გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი მოგეხსენებათ ამ საქმეში მონაწილე ადვოკატებს და თანაც არ მინდა რაღაც არასწორი ინტერპრეტაციით რაიმე ფორმით რომ დაზიანდეს ჩემი დაცვის ყოფის ინტერესი. როგორც ვიცით, ბრალდების მხარე მიმართა შუამდგომლობით. მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამეტავზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენება მისცა თუ არა ბურჭულაძის წინააღმდეგ, ამაზეც ვერ გვიპასუხებთ. ვერაფერს ვერ გეტყვით. ახალი ჩვენება თუ არის ბატონი ჯუანშერის საქმეში, ეს გვაინტერესებს პირველ რიგში და გვაინტერესებს ხომ არ მიუწია ვლადიმერ ხუდუშაურს ჩვენება თქვენი დაცვის ქვეშ ყოფის წინააღმდეგ. არ ვიცი, მე შევიგებდა ხარ. საქმეს წამოვიდა. ტეო პირველი ჩვენს მაყურებელს ჯერ კიდევ 3 დღის წინ უყვებოდა, სანამ დაიწყებოდა მასშტაბური ჩხრეკის ოპერაციები ოცნების ექს-მაღალჩინოსნების სახლებში, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ემზადება საიმისოდ, რომ საპროცესო შეთანხმება გააფორმოს სახელმწიფო ბრალდებასთან. თუ კი ეს მოხდება, მაღალი ალბათობით ჯუანშერ ბურჭულაძე ჩვენებას უკვე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცემს, რადგან სწორედ ღარიბაშვილი იყო ინტერესის ობიექტი გამოძიების დაწყების თავდაპირველ ეტაპზეც, როდესაც სუში რამდენიმე საათიან გამოკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.